გამარჯობა. გუშინ ისრაელი ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი დამატებით. აი ეს ბრიყვები ახლა გახარებულები რო არიან, შეხედავ რუსთავი 2-ის ეგრეთ წოდებულ ტელევიზიაზე და ასე ვიფიქრებ უკვე ისრაელმა თეირანი აიღო და უხარიათ იდიოტობები ხდება საქართველოში ინფორმაციას სწორად არ იძლევიან. განსაზღვრა საზოგადოებას უჭირს ნაკლებად აქ მასაში სამხედრო გეოპოლიტიკური განათლება და ამით ახლა ფაქტიურად ცდილობენ, რომ გარკვეული სიტუაციები თავისად მოირგონ ქართული ოცნებაც ამისთვის ჩალიჩობს და რატო ჩალიჩობს? ახლა აღიხსნით. ვისაც უხაროდა და უხარია ის, რომ აი ისრაელმა უკვე ლამის ესეთი რაღაცა გააკეთა, ეს მათი ნაციონალური ინტერესებია და ჩათვალეს საჭიროდ და მოიქცნენ ისე, როგორც ჩათვალეს საჭიროდ. არჩენი რაც მოხდება ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და მისი საზოგადოების წინაშე არიან უშუალოდ პასუხისმგებელი, მაგრამ ამან გამოიწვია რა? გამოიწვია ის, რომ თქვენს მიერ აი პროპაგანდონები ვინც არიან უარგისად ცნობილი ეგრეთ წოდებული ბალისტიკური რაკეტები, რომლის გააზრებაც არ იცით თქვენ სინამდვილეში რას ნიშნავს ეს ბალისტიკური სისტემა, ეს სარაკეტო იარაღი, რომელიც აეროდინამიურ სისტემაზე მოქმედებს, უკვე მისი გაშვების მომენტიდან გარკვეულ სიმაღლეში ჩერდება ეგრეთ წოდებული ძრავი და გრავიტაციის სისწრაფით მოდის, მას აქვს საოცრად დამანგრეველი ძალა. ის გუმბათის კიდე 100%-იანი არაა, რაც გააჩნია ისრაელის სახელმწიფოს, რომ დაიცვა საზოგადოება და მოხდა იქ საკმაოდ სიღრმისეული გაჟონვა მოხდა, იმიტომ რომ მასიური შეტევები იყო, მსხვერპლიც არის, დაღუპულიც არის, პანიკური მომენტებიც არის, იქ მიდის ასიმეტრიული ომი, არა ეს ტრადიციული მომენტები, მათ არა აქვთ ერთმანეთთან საზღვარი, ისინი საჰაერო მიზნებით ებრძვიან ერთმანეთს, სხვათა შორის რო თქვა, როგორც ასეთი ისრაელმა გამოიყენა მოულოდნელობის პრინციპი, წინასწარ პლანირებული დაგეგმილი ოპერაცია ქონდა, მათ შორის წერტილოვანი, მოახდინა ლიკვიდაცია სამხედრო მეთაურების, გენერალური შტაბის ხელმძღვანელების, მაგრამ რეალურად უნდა ითქვას სიმართლე, ამან ვერ მოახდინა ამხელა სისტემის დემორალიზაცია, ამან ვერ გააჩერა ის შეტევები ისრაელზე, რაც ვთქვათ, საპასუხო რეაქციის შემთხვევაში შეიძლება მოყოლოდა ამ ყველაფერს და უმთავრესად უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩინეთმა, რომელიც არის საერთოდ რუსეთი, ირანი და ესეთი ქვეყნების ჩინეთის ეგრეთ წოდებული ალიანსის წევრი უკვე დაიწყო ჩინეთთან სამხედრო ინფორმაციის გაზიარება, დახმარება ქვია ამას და ამის შედეგად უკვე ისრაელს ჩამოუგდეს ერთ-ერთი წარმატებული მეოთხე კლასის საფრენი აპარატი. მე ამით ხას უსვამ იმას, რომ რაფაზაში შედის დღევანდელი დაძაბულობა. აქ ბრძოლა მიდის არა მარტო საჰაერო სივრცებით, არა მარტო კონკრეტული განადგურებით, არამედ რომ მაღალი GPS-ური მონაცემებით ბრძოლით და იქ მიტანილი სამხედრო დარტყმებით, არამედ აქ მიდის საინფორმაციო, ეგ არავინ არ იტყვის. ეს გაგვინადგურეს, ის გაგვინადგურეს, აქ საკაშვილის სისტემა არ არის რა. ომი რო ჯერ ფაზაში არ იყო და ცხინვალიდან პირდაპირ რეპორტაჟებს რო გადმოსცემენ. აი დააკვირდით, ახლა უამრავი წყარო ავრცელებს ინფორმაციას და მათ შორის რამდენი ქართველი არის, კაცო და რამდენი იღებს და დებს ამ ვიდეოებს, მე რასაც ვაკვირდები, ახლა დაზიანების ხარისხებს, სერიოზული დაზიანების ხარისხებია. და დარტყმა მიდის ძალიან, აი 27 სუბმარინი იყავს ეს წყალქვეშა გემი ირანს, მათ შორის 3 არის რუსული კლასის. რა თქმა უნდა, შეიძლება ნახევრად თანამედროვე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმისთვის კმარა, რომ ავტონომიურად გაუშვას რაკეტები, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები ისრაელის მიმართულებით. და მისი ლოკაციის დადგენა ფაქტიურად შეუძლებელია, თუ არ გყავს წყალქვეშა რადარები და იქიდან გადაჭერის სისტემა არ მიდის და მონიტორინგი არ მიდის წყლის. და ასე მარტივად ეს არ აღიქმება, როგორც ასე ესენი გადმოსცემენ ამას ტელევიზიით. საჰაერო ომი სხვა არის და სხვა არის სტარტინგი რაკეტის, რომელსაც ხვიდან აკეთებს, იმას შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან ამოვიდეს წყლიდან და განახორციელოს სტარტი. თუ არ მოხდა საერთოდ გადაჭერის პროცესში რაკეტის დაფიქსირება, აი როგორც აეროდინამიური მიზანის, მასზე არ იმოქმედებს არც ერთი სარაკეტო სისტემა, იმიტომ ცენტრალური გამომთვლელი სისტემა, რომელიც იჭერს რაკეტებს და წინასწარ თვლის ფორმულას, მანამდე არ გაისვრის მასზე საწინააღმდეგო რაკეტას, სანამდე არ დაადგენს მისი მოძრაობის ტრაექტორიას აერში. ცოტა რთული საკითხი არის ასახსნელად, მაგრამ ახლა ვისაც ესმის ეს ყველაფერი
ვინც იცის რასთან აქვს საქმე, აი ესე მუშაობს ეს ყველაფერი. და მოულოდნელობის პრინციპის შემდეგ ისრაელს დაუდგა ის მომენტი, რომ მოგერიების ძალიან დიდი ტალღა უწევს რაკეტების. და ირანი ამისთვის იყო მზად. აი ამის თქმა შემიძლია მხოლოდ. და ურთიერთდაზიანებები იქნება. ახლა მე არ ვიცი შეთანხმება როგორ ხდება ერთმანეთს მაგერ გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი და მალე გვექნებაო ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა. ესე იგი ჩარევაც მოხდა და დიპლომატიური არხებით ირანთან საუბარიც მოხდა და ისრაელთან პირდაპირ კავშირზე რო არიან გასაგებია, მაგრამ ირანი დაიმუქმა ჰორმუსის კორიდორის დაკეტვით. ეს არის სრუტე, რომელიც ატარებს ნავთობის 20%-ს. და იმ შემთხვევაში თუ ირანი ამას დაკეტავს, ხო, მსოფლიოში ნავთობის ბაზარი შეიცვლება. ფასები შეიცვლება. აქ არ არის ვიღაც მანქანაში რას ისხამს და რამდენი გრამით მოემატება, რამდენი თეთრით ან რამდენი ევროთი გაძვირდება. სრულიად გაძვირდება ყველგან, იმიტომ რომ ეს არის ირანის ეკონომიკური ბერკეტი და ამ კორიდორს და ამ სრუტეს, ეს ომანთან დამაკავშირებელი სრუტი არის, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ახლო აღმოსავლეთის ნავთობ საბადო სახელმწიფოებთან, გამოიწვევს სერიოზულ ცვლილებებს, ეკონომიკურ ცვლილებებს. ამიტომ თქვენ თუ გონიათ ეს ამერიკის ეკონომიკას და ამერიკის ინტერესებს მაინდა-მაინც მოდის აზრში, ძალიან ცდებით. აქ უფრო დიდი არის მასშტაბები ამ კონფლიქტის, ვიდრე შეიძლება ქონოდა ამერიკას ერაყთან, ან ავღანეთთან. ირანი არც ერაყია და არც ავღანეთი არ არის. ეს არის რეალობა. მე პირადად ხო, მე სუბიექტური მიზეზები გამაჩნია, რატო უნდა ვიყო ისრაელის მხარეზე. იმიტომ რომ მე არ მინდა ვიყო იმ ტიპების მხარეზე, რომელმაც შემიერი ლამის მოსპორა, შაჰაბასიანელების მხარეზე არ მინდა ვიყო. მაგრამ თუ მინდა ვიყო ობიექტური, თუ მინდა მქონდეს შეფასებები ობიექტური, ხო, ეგ პირად გრძნობებს ვერ დავეყრდნო. ჩემი აზრით უნდა იყოს ქართველიერი ისრაელის მიმართ სოლიდარული, მარტო იმიტომ უნდა იყოს, რომ აქ ამ ქვეყანას თავის პოტენციალი, ინფორმაციული უზრუნველყოფა, სამხედრო შესაძლებლობები, პასუხისგაცემის სამხედრო პოლიტიკური გზები გააჩნია და შენი რო იცოდე რომ ძლიერი სახელმწიფო ხარ და ვიღაცას შენს წინააღმდეგ ბინძურ ატომურ ბომბს ამზადებს, ამაზე რეაქცია არ გექნება? როგორ არ გექნება? ქართველებს რომ მაგის ბოდიში და ტრაკი გქონდეს პასუხი გავცენ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას, ყველაზე დიდი ამბიცია გვექნებოდა მსოფლიოში, ნუ გვიკვირს ჩვენ მაგ ხალხის რომ საკუთარ თავს იცავს. და იცავს შეიძლება ომში ხდება რადიკალური გზით ხდება მოქმედებები და ომი არასოდეს არ ცნობს ჰუმანიზმის რაღაცა მაღალ საფეხურებს. ომში ქალიც ხდება, ბავშვიც ხდება და გასაგებია ეს როგორც ხდება, ეს ზოგადად შესაძლებელია სხვა სივრცეში. მე ვერცერთ დანაშაულს ვერ გავამართლებ, რაც ომში ხდება ვერცერთი მხრიდან და არ არის ეს მისაღები, მაგრამ როდესაც გლობალურად შენი ერის ინტერესებს იცავ, როცა იქ ხეშჭრიან ნაფოტებს აღარ იცვლიან რა. აი ამის თქმა მინდოდა მე და რა ვიცი, ზოგადად მშვიდობას უსურვებ ყველას. ხალხი ხალხია, როგორც ირანში, ისე საქართველოში და არ შეიძლება იმის ყურება და იმის სიხარული, რომ აი აქ ეს დაბომბეს, ის დაბომბეს. აი ეს შეხედე, ჩვეულებრივი არმაგედონი არის იმაში ისრაელში. ცეცხლის წვიმა არის ჩვეულებრივი. და მძიმე სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველასთვის. დამანგრეველი მძიმე მომენტები მოაქვს ამას და გარდა ამისა, იარაღი, რომელიც ეცემოდა სკდება ბალისტიკური იარაღი, მას აქვს აკუსტიკური დანგრევის ელემენტებიც. გარდა იმისა, თუ თქვათ, ეგრეთ წოდებული ასკოლკა ან ნამსხვრევი ან რაღაცა არ მოხდა ვინმეს დამაზიანებლად, თუ გარკვეულ ზოლში მოხდი, აკუსტიკით გაგანადგურებს მარტო. ხმის ტალღით გაგანადგურებს მარტო. ყველას უსურვებ მშვიდობას და ყველას უსურვებ ომიდან თავდაღწევას, ვინც არ ნახა ომი, ვინც არ იცის ომი, მისთვის იოლია ვინმეს უსურვოს ომი. და არ შეიძლება კიდე სხვის ომში იყო ბრძენი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, რომ ჩვენ არ დაგვემართოს უმძიმესი შედეგები. ჩვენ ქართველებმა უახლოეს 20 წელიწადში 3 ომი გამოვიარეთ და გვაქვს სიმართლის საუბრის უფლება, მორალური უფლება. მადლობთ თქვენ.